პირდაპირ ეთერში ვისაუბრებთ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან. მოგესალმებით ბატონო რევაზ, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში ჩართვისთვის. გამარჯობა თანა, მოგესალმებით, მადლობა პირიქით თქვენს გადაცემაში მოწვევისთვის. ბატონო რევაზ, დამეთანხმებით, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტები უმთავრეს პრიორიტეტებად რჩება. რომელი მიმდინარე პროექტებია დღეს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი? პირველ რიგში მცირე დაზუსტებას მოვახდენ, რაც შეეხება თქვენ ახსენეთ, რომ 7 მილიარდ ლარზე მეტი არის ზოგადად ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით გათვალისწინებული. მე მინდა დავაზუსტო, რომ აქედან ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, ასე ვთქვათ, ასათვისებელი თანხა შეადგენს 3 მილიარდ ლარზე მეტ, დაახლოებით 3 მილიარდ 200 მილიონ ლარს და შესაბამისად ჩვენ აქტიურად მუშაობთ იმისთვის, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც დაიწყო გასულ წელს და ახალი პროექტები, რომელიც იწყება წელს, აქტიურ ფაზაში იყოს. ძალიან მნიშვნელოვანი არის საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე პროექტები. ამ მიმართულებით იცით, რომ შუა დერეფნის პროექტის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს და დიდწილად უკვე დასრულებულია საგზაო სამუშაოები. ეს არის რიკოთის მონაკვეთი, რომელიც გაიხსნა და მართლაც ისტორიული მშენებლობა იყო და ისტორიული პროექტი არის, რომელიც ჩვენ ქვეყანაში განხორციელდა. სულ რამოდენიმე დღეში ჩვენ გავხსნით აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის კიდევ ერთ მონაკვეთს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, რაც ასევე მნიშვნელოვანი არის და აქტიურად მიმდინარეობს იმ მონაკვეთების მშენებლობა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ბევრ ახალ პროექტს ვიწყებთ ამ მიმართულებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მშენებლობის მიმართულებით და ალბათ არაფერს განსაკუთრებულს არ ვიტყვი თუ აღვნიშნავ იმას, რომ სატრანსპორტო ქსელის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის წინსვლისთვის არის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ფაქტორი და დიდწილად განაპირობებს ის ეკონომიკურ ზრდას და ეკონომიკურ განვითარებას და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობთ დღესაც და გავაგრძელებთ მომავალ წლებშიც. აქტიურად მიმდინარეობს თბილისი-სტეფანწმინდის გზის მონაკვეთების მშენებლობა, მათ შორის გამოცხადდება ახალი ნატახტარი ჟინვალის მონაკვეთი უკვე წლის ბოლოს და ესეც საკმაოდ რთული მონაკვეთი არის და ამის ტენდერი გამოცხადდება. იცით საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი არის, რომ თბილისის შემოვლითი გზის სხვადასხვა მონაკვეთის მშენებლობა უკვე ასე ვთქვათ დაკონტრაქტდა 2 მონაკვეთის, დანარჩენი 2 მონაკვეთის კიდევ გამოცხადდება. კახეთის მიმართულებით გრძელდება აქტიური სამუშაოები და ახალ მონაკვეთებზეც გამოცხადდება ტენდერები. ასევე ჩვენ დავიწყეთ ეს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა იყო სამტრედია ზუგდიდის მონაკვეთის მაგისტრალის დაპროექტება, რაც ახალი პროექტი არის თვისობრივად და ვფიქრობთ, რომ მომავალი წლები საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გარდამტეხი. დღეს უკვე 400 კილომეტრამდე მაგისტრალი ექსპლუატაციაში არის შესული და ჩვენ გეგმავთ, რომ ეს ციფრი გაორმაგდეს უახლოეს წლების განმავლობაში და ამ მიმართულებით ქვეყანა ძალიან წინ წავიდეს. რაც შეეხება ასევე საგზაო მიმართულებით ერთ დავუმატებ უბრალოდ, რომ ეს არამხოლოდ სატრანზიტო ფუნქციისთვის არის, ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციისთვის არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, არამედ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის შიგნით ეკონომიკური აქტივობისთვის, ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებისთვის, მეტი კომფორტის შესაქმნელად, მეტი უსაფრთხოებისთვის და მოკლედ ამ მიმართულებით აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას. ასევე თქვენ ახსენეთ წყალმომარაგების სისტემა. დიახ, გისმენთ. წყალმომარაგების სისტემები, სადაც ჩვენ აქტიურად მუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს ყველა ქალაქში ჩვენ უკვე 27 წლის ბოლოსთვის გვექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. აქტიურ ფაზაში არის უკვე წყალარინების სისტემების დაპროექტება, რომ ჩვენ ასევე ყველა ქალაქში წყალმომარაგების კომპანიის დაქვემდებარებაში ოპერირების სივრცეში რაც შედის 59 ქალაქი, გქონდეს გამართული წყალარინების სისტემა, საკანონმდებლო
კანალიზაციო სისტემები და ესეც უახლოესი წლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის და ამ მიმართულებითაც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, ასევე დამატებით 100 სოფელთან დაკავშირებით, სადაც წყალმომარაგება დღეს არ გვაქვს, დაწყებული არის პროექტირების სამუშაოები და ძალიან მალე დაიწყება უკვე სამშენებლო სამუშაოები. ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურ ნაბიჯებს ვდგამთ და ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის მხრივ აქტიურად მიმდინარეობს სკოლებზე მუშაობა, ბაღებზე, სხვადასხვა საჯარო ინფრასტრუქტურაზე. ახლაც თქვენ ტელევიზიაში ჩასართავად მე გამოვედი, იყო საკონკურსო კომისიის ხდომა და ახლაც მიმდინარეობს, სადაც განიხილება წალენჯიხაში მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტი, განიხილება გურჯაანში ღვინის მუზეუმის პროექტი და ასევე ქალაქ რუსთავში ცენტრალური პარკის პროექტი. ყველა ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის და განვითარებისათვის. ბატონო რევას, თქვენ ახლა მიმდინარე პროექტებზე საუბრობდით. მე მინდა გითხოთ, რომელი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებას უნდა ველოდოთ უახლოეს წლებში და რა ეკონომიკურ ეფექტს ელოდება სახელმწიფო მათი განხორციელებისაგან? მე უკვე აღვნიშნე, რომ ჩვენ უახლოეს დღეებში დავასრულებთ გურიის ერთ-ერთ მონაკვეთს, დასრულ და გავხსნით ოფიციალურად უკვე ეს არის ავტომაგისტრალის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 27 წლის ბოლოსთვის უკვე სრულად დასრულდება თბილისი-ბათუმის მიმართულებით ავტომაგისტრალის მშენებლობა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გვაქვს აქ ერთი პრობლემური მონაკვეთი, ეს არის სამტრედიის ხიდი და სამწუხაროდ იქ სამუშაოები გარკვეულ დროს მოითხოვს იმისთვის, რომ დასრულდეს. ასევე უახლოეს კვირეებში ალბათ დაიწყება აქტიური სამუშაოები, ეს არის სარფის გვირაბთან დაკავშირებით. 8 კილომეტრიანი გვირაბი არის, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არის, რომელიც ძალიან გააადვილებს თურქეთთან კავშირს და სატრანზიტო თვალსაზრისით იქნება ძალიან ასე ვთქვათ საშუური საქმე. ასევე ვფიქრობთ, რომ 28 წლის ბოლოსთვის დასრულდება კობიქვეშეთის მონაკვეთი, რაც საგრძნობლად შეამცირებს გადაადგილების მანძილს თბილისიდან სტეფანწმინდამდე. ასევე მიმდინარეობს აქტიურად მუშაობა გველეთი-ლარსის მონაკვეთზე და ეს მშენებლობაც უნდა დასრულდეს. უკვე წელს ვფიქრობთ, რომ გუდაურის მიმართულებით საგზაო სამუშაოები დასრულდება და გადავა ასე ვთქვათ, შევა ექსპლუატაციაში და გუდაურამდე ჩვენს მოსახლეობას შეიძლება ზამთარში ნებისმიერ დროს ძალიან კომფორტულად გადაადგილდეს. მე რატომ ამბობ, რომ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ წელს დასრულდება თუნდაც გურიის მონაკვეთზე გზის სამუშაოები იყო დასრულებული დაახლოებით 3 თვის წინ, მაგრამ ჩვენ მქონდა ხარისხობრივი შენიშვნები ხარისთან დაკავშირებით ამ გზასთან მიმართებაში და კონტრაქტორს მოუწია ყველა ამ ხარვეზის გამოსწორება და ჩვენ კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ პროექტის განხორციელებასთან ერთად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ხორციელდება და არ აქვს მნიშვნელობა ვინ ახორციელებს, ეს იქნება საერთაშორისო კომპანია თუ ადგილობრივი კომპანია, ხარისხი არის უპირველესი. არავის არ მიცემთ იმის საშუალებას, რომ ჩვენ ქვეყანაში საბიუჯეტო სახსრები დაიხარჯოს უხარისხო პროდუქტში და არ მივიღებთ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოს. ბუნებრივია, ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებისას არაერთი გამოწვევა ახლავს თან. იქნება ეს მიწების გამოსყიდვა, ტენდერები, დაფინანსება თუ სხვა საკითხები. დღეს ბატონო რევას, რომელია ყველაზე რთული გამოწვევა და როგორ უმკლავდებით მას? გამოწვევა ნამდვილად ბევრია. მე საზოგადოებას არ შევაწყენ თავს იმ პრობლემებზე საუბრით, რაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეიძლება ყოველდღიურობაში კონდეს. თუმცა აქ წინა კითხვასთან დაკავშირებით მინდა ერთი დავამატო, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. ჩვენ უკვე დაახლოებით 100-მდე ტექნიკურ ცენტრს ვაშენებთ. ეს არის საფეხბურთო და სარაგბო ცენტრები, სადაც ათასობით ბავშვს მიეცემა საშუალება, რომ დაკავდეს სპორტით, ხელშეუწყობს ამ სპორტის სახეობების მასობრიობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორც ჯანმრთელი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის და ჯანმრთელი ცხოვრების დამკვიდრებისთვის, ასევე ამ სპორტის სახეობების განვითარებისთვის. ასევე იცით, რომ მულტიფუნქციური კომპლექსების დაპროექტება მიმდინარეობს აქტიურად და ჩვენ უკვე წელს აქტიურად გადავალთ სამშენებლო ფაზაში, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის არის ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ამასთან დაკავშირებით ვთქვა. რაც შეეხება გამოწვევებს, ალბათ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ხარისხი, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა იმ კომპანიას თუ სუბიექტს, ბიზნესის წარმომადგენელს, რომელსაც აქვს სურვილი რომ ჩაერთოს ამ მშენებლობაში და ამ პროცესებში, მოუწევს ამის გათვალისწინება. არის სირთულეები ყველა მიმართულებით აბსოლუტურად, მაგრამ ჩვენი მხრიდან ამ კუთხით არანაირი კომპრომისი არ იქნება. ამის გარანტია მინდა ყველას მივცე. თუ დღეს კიდევ ვინმეს აქვს ილუზია რომ მას შეუძლია გარკვეულწილად ნაკლებად ხარისხიანად შესრულებული სამუშაოებით ასე ვთქვათ გავიდეს ფონს, მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ეს ესე ვერ მოხდება ნამდვილად. დაგეთანხმებით, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია შესრულებული სამუშაოების ხარისხი. სწორედ ამიტომ მკითხავთ, როგორ აკონტროლებს სამინისტრო პროექტების ხარისხს და რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ კომპანიებს, რომლებიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ. ჩვენ თავრობა მიცით, რომ ჩვენ აქტიურ ფაზაში ვართ რეფორმების ჩატარების ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ზოგადად სექტორი უნდა გაჯანსაღდეს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენთვის ამ სექტორის გაჯანსაღება, რომ ერთის მხრივ სახელმწიფოს თითოეული თეთრი დაიხარჯოს ეფექტურად და მიზნობრივად და მეორეს მხრივ პროცესები იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე, ყველასთვის ნათელი, გასაგები და მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი. ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ კომპანიებს გაცილებით ხელსაყრელი პირობები შექმნოდათ ამ სექტორში. ეს იქნებოდა ფასების საბაზრო ფასებთან დაახლოება, მიახლოება და უკვე ესეთი ფასებით ცხადდება ტენდერები, ზედნადები ხარჯის გაზრდა, ეს არის ინდექსაცია, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისთვის და კიდევ ბევრი სხვა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, მაგრამ ეს არის ერთის მხრივ მათ, ასე ვთქვათ, მათი კომფორტისთვის, მათთვის უფრო მონგებიანი რო იყოს ამ სფეროში მოღვაწეობა, მაგრამ მეორეს მხრივ მათ უნდა გაითვალისწინონ ის მოთხოვნები, რაც ჩვენ გვაქვს. ეს არის დროსთან და ხარისხთან დაკავშირებული საკითხები. მე არ მინდა ეხლა სამართალდამცავი ორგანოების მაგვრად ვისაუბრო, თუმცა როდესაც ხარისხობრივი დარღვევები ხდება გარკვეულწილად გამიზნულად და მიუხედავად არაერთი მითითებისა მაინც გრძელდება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ერთვებიან სამართალდამცავი ორგანოები და ძალიან ეფექტური არის მათი ჩართულობა ამ თვალსაზრისით. ჩვენ არავის ბუნებრივი არ გვინდა არავის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება, მარტივი არის ის მოთხოვნები, რაც გვაქვს, რომ უბრალოდ ვინც შემოვა ჩვენ ტენდერებში, ვინც მოიგებს ტენდერებს, ყველამ აშენოს ხარისხიანად. ჩვენ ამ მიმართულებით სამინისტროში სხვადასხვა სტრუქტურა შეიქმნა, რომელიც ამ მხრივ აკონტროლებენ სიტუაციას. ჩვენც სამინისტროს ხელმძღვანელობაც, ნებისმიერი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი აქტიურად არის ჩართული მონიტორინგის პროცესში, მეც ხშირად დავდივარ ობიექტებზე და მინდა გითხრათ, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გამოგვაპარებს. თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ სამშენებლო სექტორში კვალიფიციური კადრების დეფიციტი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. რომელ სპეციალობებზეა დღეს ყველაზე მწვავე მოთხოვნა ბატონო რევას? დიახ, ცოტა უცნაური მდგომარეობა გვაქვს. ერთის მხრივ საზოგადოებაში ალბათ იცით, რომ უმუშევრობა საგრძნობლად შემცირდა, თუმცა არის კიდევ საზოგადოებაში რაღაცა ნაწილი, რომელიც პრობლემა აქვს დასაქმების, თუმცა არის კომპანიები და მე ყოველდღიურ შეხება მაქვს ამ კომპანიებთან, რომლებიც განიცდიან შესაბამისი კადრების დეფიციტს. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა იმ ადამიანის გადამზადება მოხდეს მოთხოვნად პროფესიებთან მიმართებაში და ჩვენ ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენი კომპანია რა გამოწვევებიც აქვს იმ კომპანიებს, ვინც დღეს საქართველოში ოპერირებს, ეს გამოწვევა საბოლოო ჯამში ჩვენ პრობლემად იქცევა ხოლმე. თუ მათ არ ყავთ შესაბამისი კადრები, ბუნებრივია, რომ ისინი ვერ შეძლებენ სამუშაოების სათანადოდ განხორციელებას.
განხორციელებას. ამიტომ ჩვენ რამოდენიმე დღის წინ მაგალითისთვის ჩავატარეთ შეხვედრა, სადაც პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ საქართველოში ვინც ოპერირებს და ბიზნესის წარმომადგენლები და მინდა გითხრათ, რომ პროფესიული განათლების კუთხით სახელმწიფო ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს იმისთვის, რომ ადამიანებს უფასოდ მოემსახუროს, უფასოდ მოამზადოს ისინი სხვადასხვა სპეციალობაში. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არის ძალიან ძლიერი ამ სასწავლებლებში და მეც კი ვიყავი გაოცებული, როდესაც ამ სასწავლებლების წარმომადგენლებს უსმენდი თუ რამდენად დიდი შესაძლებლობები აქვთ მათ და ჩვენი მიზანი ზუსტად ეს იყო, რომ ბიზნესმა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა ამ პროფესიული სასწავლებლების სახით, სახელმწიფოს დახმარების სახით და შესაბამისი კადრები მოამზადოს. ამიტომ ეს მართლაც არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, პროფესიონალების არარსებობა. ჩვენ ისიც კი დავგვჭირდა, რომ საერთაშორისო ასე ვთქვათ კონკურსების საშუალებით საგზაო დეპარტამენტში მაგალითად რამოდენიმე უცხოელი ჩამოგვეყვანა სპეციალისტი, რომელიც დღეს საგზაო დეპარტამენტში მუშაობს იმისთვის, რომ ის ცოდნა, რომელიც ჩვენ აუცილებლად გვჭირდება, დღეს იყოს ჩვენს სამინისტროში წარმოდგენილი, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ იმისთვის, რომ იმ დარგების პოპულარიზაცია განხორციელდეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ახალგაზრდობის ჩართულობა ამ თვალსაზრისით არის ძალიან საშუალო. ძალიან დიდი მადლობა ბატონო რევას ჩართვისთვის.